ქალაქი ფაზისი, იგივე ფასისი, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია. ფაზისის კოლონია მილეთელ ახალშენ ბერძნებს დაუარსებიათ. წერილობით წყაროებში იგი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვთან და მეოთხე საუკუნეში სკილაკი კარიანდელთან მოიხსენიება. მდინარე ფაზისის ზღვაში შესართავთან გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი. სახელწოდება ქალაქმა მდინარე რიონის ძველი სახელისაგან მიიღო. ფაზისი ბერძნულად ერთ-ერთი ღვთაების სახელი იყო, რომელსაც მდინარის სახე ჰქონდა. სიტყვა ფაზისი ბერძნულად თურმე ერქვა საზოგადოდ სუფთა სითხეს. თავის მხრივ პავლე ინგოროყვა მეცნიერული სიზუსტით ნათელყო, რომ სიტყვა ფაზისი ქართული წარმოშობისაა. ფაზისში სახლობდნენ ხელოსნები, თავს იყრიდნენ ვაჭრები. ფაზისის ზარაფხანაში ლეგენდარული ვერცხლის მონეტა, კოლხური თეთრი იჭრებოდა. ფაზისის შესახებ თავად არისტოტელეც კი წერდა. ფაზისელები სტუმართმოყვარენი არიან, ეხმარებიან შეჭურებულთ, ვისაც გემი ეღუპება, სამ ნავს აძლევენ და სამშობლოში აგზავნიან. მეტად სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილა ფაზისელები და ძალიან დიდი იყო მათ მიმართ ინტერესიც. ასეთი მდგომარეობა იყო მეოთხე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. 21 საუკუნის გადასახედიდან რა ხდება ფაზის შესახებ, რა ვიცით, რა არქეოლოგიური მასალა მოგვეპოვება, ამის შესახებ პროფესორს არქეოლოგს ბატონ ვახტანგ ლიჩელს მოусმინათ. რომაული კოლონია ფაზისი აღმოჩნდა კოლხეთის ყველაზე დიდი ცენტრის, ყველაზე დიდი ბერძნული კოლონიის უმდიდრესი ქალაქის ფაზისის ადგილზე. ეს არის შეიძლება ითქვას კლასიკური არქეოლოგიის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს არსებობს, არა მარტო ქართულ არქეოლოგიაში, არამედ შავიზღვისპირეთის არქეოლოგიაში, ქალაქ ფაზისის მოძიების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ არის ძალიან დეტალურად აღწერილი, მისი მდებარეობა ზუსტად არის მითითებული, რომ იგი მდებარეობს ზღვას, ტბასა და მდინარე ფაზის შორის და ეს სამი წერტილი დღესაც არსებობს. მიუხედავად ამისა, იმ სულად განსაკუთრებული გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო, რაც ყოველთვის მიმდინარეობდა, დღემდე მიუკლებელია ფაზისი, დღემდე მიუკლებელია კლასიკური ხანის ფაზისი, ელინისტური ხანის ფაზისი, რომაული ციხესიმაგრე და ამჯერად ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს მის აკვლევად. ზუსტი კოორდინატების ცოდნის შემთხვევაშიც კი ზღვაში ნებისმიერი ტერიტორიის შესწავლა, მით უმეტეს სილით დაფარულ ადგილებში სპეცსაკვლევი გემისა და ძვირადღირებული სკანერების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საბედნიეროდ ილიას სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში პირველად აიგო სამეცნიერო კვლევითი გემი, სრული უახლესი სპეცსახშურულობით, რომელიც შავი ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლის საშუალებას იძლევა და ფარდას ახდის აქამდე გამოუკვლევი შავი ზღვის საიდუმლოებას. და ლეგენდარული ფაზისის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს მსოფლიო არქეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. ილიას უნივერსიტეტის კუთვნილი კატარგით კატერინა ღია ზღვაში ნაპირიდან 5 საზღვაო მილის მანძილზე გამოიცადა მცირე ზომის სკანერი. პარალელურად საცდელი ყვინთები განხორციელდა სანაპირო ზოლშიც. კვლევის საგანია ზღვისპირა რეგიონების არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა, რაც საგრძნობლად დაეხმარება წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ შორეული წარსული და საქართველოს სანაპიროსთან ინტენსიურ ნაოსნობას ჰქონდა ადგილი, ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო და უნიკალურ აღმოჩენას უნდა ველოდოთ. რა ექსპედიცია რა საქმე და როგორ გახდა შესაძლებელი? მიმდინარე ექსპედიცია არის დაფინანსებული გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის ფონდის მიერ, GIZ-ის მიერ, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის ჰაბიტატების განაწილების შესწავლას და ასევე მონიტორინგისათვის ინდიკატორების დადგენა. ამის შესასწავლად პირველ რიგში საჭირო იყო ფსკერის სკანირება, რომ გამოგვერკვია როგორი პროფილის ფსკერი არის, ასევე სხვადასხვა გრუნტი სად მდებარეობს და ასევე რელიეფი. ამიტომაც ილიას უნივერსიტეტის კუთვნილი გემით, რომელიც ახალ გამზადდა და ყოველ შემთხვევაში ერთადერთი საკვლევი გემი არის. პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საკვლევი გემი არის. არა მარტო საქართველოში, მე მგონი ძალიან ბევრ მეზობელ ქვეყანასაც არ აქვს, ეს არის კარგად აღჭურვილი სკანერით. და პირველად მოხდა დასაწყისი სკანირება ფსკერის, რომ გამოგვერკვია სად რა მდებარეობს და შემდეგ უკვე ხდებოდა თვალით გამოკვლევა თითოეული ადგილის. არა ეს დამდროულად რო თქვა, ჯერ დიდი გემით, კი, ჯერ დიდი გემით მოხდა სკანირება, გადაიარეთ და ასკანერეთ, შემდეგ ეს მასალა გაიშიფრა
და შემდეგ გაშიფრული მასალის საფუძველზე უკვე დავიწყეთ უკვე დეტალური გამოკვლევები პატარა კატერით. აი ამ კატერით რომელსაც ამ კატერით ეხოლოტით და ასევე პატარა სკანერის საშუალებით უკვე დეტალური გამოკვლევები იწყება. ესე მნიშვნელოვანი რა გქონდა აღმოჩენა მნიშვნელოვანი ძალიან საინტერესო დააფიქსირა საინტერესო ობიექტი დააფიქსირა გემის სკანერმა, რომელიც ეს არის რაღაც გეომეტრიული ფიგურები, სწორი გეომეტრიული ფიგურების ოთხკუთხედებად, ასეთ მოფენილია მთელი ფსკერი დაახლოებით 5 ჰექტარის მანძილზე. რაც სავარაუდო არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია იყოს ძველი დასახლება. ნუ დანარჩენი უკვე დეტალურ კვლევას მოითხოვს უკვე. რა სიღრმეზე არის? ეს არის დაახლოებით 20-25 მეტრის სიღრმეზე. და რამხელა ეთქვათ ქვიშის სილის ფენის ქვეშ. და წინასწარი მონაცემებით სადღაც 6 მეტრი ქვიშის ფენა არის. ანუ ეს საკმაოდ ძველია. ძალიან ძველია, ანტიკური ხანის ფენა. ალბათ. ჯერჯერობით ძნელია იმის თქვა, რომელი პერიოდის არის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფაზისის რაღაც არ ვიცი, ეს უკვე ალბათ არქეოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ თავარი ამოცანა პრინტების არის, რომ დეტალურად მოხდეს აღწერა ნებისმიერი რაღაც, რაც მოიპოვება. ნუ სკანერის თავის გამოსახულება აქვს, მაგრამ მაინც ვიზუალური გამოსახულება მაინც მნიშვნელოვანია. ამ ექსპედიციის შედეგად ახლობთ ცოტა მაინც თქვა თვალი აგვეხილა შავი ზღვის ფსკერზე. კი, რა თქმა უნდა, ყველაზე გამოუკლევია. კი, განსაკუთრებით საქართველოს ნაპირი არის იყო აბსოლუტურად გამოუკლევი. ჩვენ ახლა ავიღეთ პირველად ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე თუ ამის პირველად ინფორმაციის შემდეგ მას არ მოყვება გაგრძელება, ეს პირველად ინფორმაცია დარჩება პირველად ინფორმაცია, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. ამიტომ საჭირო არის, რომ გაგრძელდეს კვლევები, რასაც ილიას უნივერსიტეტი გააგრძელებს მონიტორინგის სახით, იმიტომ უნდა ვიცოდეთ დინამიკა, რა ხდება. ზღვაში თუ დინამიკა არ ვიცით, ჩვენ პასუხს ძალიან ბევრ კითხვაზე ვერ გავცემთ უბრალოდ, აი რა ხდება შავ ზღვაში. თავარია გემი ყავს. კი, რა თავარია. გემი სამეს კარგად აღჭურვილი სამეცნიერო გემი, რომელთაც მუშაობა შეიძლება შეუფერხება. ილიას უნივერსიტეტის მიერ შეძენილი გემი წმინდა ილია საშუალებას მისცემს მეცნიერებს გამოიყენონ უახლესი აპარატურის პოტენციალი. სკანერების მეშვეობით მოხდება ზღვის ფსკერის პროფილის განსაზღვრა, ასევე მისი გეოლოგიური შესწავლა, ტექტონიკური რღვევების დადგენა. აპარატურა შეუცვლელია წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევებისათვისა და წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობის დასადგენადაც. კვლევის პროცესში მიმდინარეობს ბორცზე დამონტაჟებული მიმღები აპარატით სკანერის მიერ გადმოცემული მონაცემების დამუშავება. მონაცემები კომპიუტერის მეხსიერებაში ინახება და უკვე ხმელეთზე, ლაბორატორიაში ხდება მისი გაშიფრვა. სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ფსკერისა და მასზე არსებული საგნების სამგანზომილებიანი სურათის შედგენა. ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიერ ჩამოწერილი გემის შეძენის დღიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ დაიწყო ფილმის გადაღებები, რომელშიც დეტალურად არის ასახული, როგორ გადაიქცა ფაქტიურად ჯართად ქცეული ძველი გემი უახლესი ძვირადღირებული ტექნიკით აღჭურვილ პირველ ქართულ სამეცნიერო კვლევით ლაინერად. ერთი წლის წინ შევიტყვეთ ამ გემის არსებობის შესახებ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძინა გემი, რომელიც იყო ფაქტობრივად კარკასულ მდგომარეობაში და ხდებოდა ამის აღჭურვა და დავიწყეთ ამის გადაღება, მთელი ამ პროცესის გადაღება, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო თემაა, არის იშვიათი ამბავი და ვფიქრობ, რომ ღირდა ამ თემაზე გაგვეკეთებინა ფილმი. და მთელი ეს პროცესი გადაგვეღო და შემდეგ უკვე ის სამეცნიერო სამუშაოები, რომელსაც უშუალოდ ატარებენ ილიას უნივერსიტეტის მეცნიერები. და საინტერესო არის ის, რომ ყველა არის ძალიან ჩართული ამ ამბავში, თვითონ გიგი თევზაძეც ძალიან აქტიურად მონაწილეობს, სტუდენტები, ლექტორები, პროფესორები და არის ძალიან საინტერესო პროცესი. წმინდა ილიას მორიგმა ექსპედიციებმა შესაძლებელია თანამედროვე არქეოლოგებს ლეგენდარული ფაზისიც აპოვნინოს. არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის აღმოჩენილი და საქართველოს ფარგლებს გარეთ იმაზე მიუთითებს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ფაზისი მართლაც უაღრესად დაწინაურებული ქალაქი გახდათ. არის მოგვიანო ხანის ცნობა, რომლის მიხედვითაც ავტორები აღნიშნავენ, რომ ფაზისში იკრიბებოდა 60 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი, ვაჭრები, მათ შორის ვაჭრები ინდოეთიდან და ბაქტრიიდან. რომ ძალიან ნათელია ეს სურათი იმისა, თუ რამდენად დაწინაურებული იყო შავი ზღვის პირეთის ზონის მკაცრავად ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულიდან ვიდრე შუა საუკუნეების ჩათვლით. პალეასტომის ტბა არქეოლოგების ვარაუდით ფაზისის ეპოქაში ზღვის ყურე უნდა ყოფილიყო.
ამის დასადგენად საჭიროა მისი ფსკერის დათვალიერება, მაგრამ დაბალი სიღრმის გამო დიდი გემით კვლევების ჩატარება აქ შეუძლებელია. ამიტომ ჩვენც მობილური აპარატურით შევეცდებით თვალსაჩინო მასალის მოპოვებას. ეს არის ერთ-ერთი ბოლო თაობის წყალქვეშა მეტალოდეტექტორი. ეს გალებული 2-3 ჯერ არ გამოსულა. და ხმელეთზეც მუშაობს რა თქმა უნდა, მაგრამ წყალქვეშ არის ძალიან მოსახერხებელი და სიღრმეც ქვიშის ფენჯგრით საკმაოდ ნორმალური აქვს მოსაწევნა და ნახოთ აი პალიასტომში ჩვენი დათო ნიკოლაიშვილი ჩავა და მოძებნის თუ ღმერთი გადმოგხედავს და რამე მეტალის საგას ვიპოვოთ, ძალიან სასიამოვნო იქნება. როგორ ფიქრობ? რატო არის ეს სამკაულები იყო წინა ექსპედიციაში ნაპოვნი ქალის. მონეტები იყო ბიზანტიური ხანის ნაპოვნი. რაღაც იარაღის ნაკეთობები იყო ნაპოვნი. ამიტომ შესაძლებელია თავარი რაღაც იღბალი ჩვენსკენ იყო და ოდნავ ხედველობა იყოს, რომ მე გამიადვილეს მუშაობა. არა, ხედველობა თუ არ იქნა, აგერ დაგიხმარება მეტალოდეტექტორი. ასე როგორ მუშაობს? ვაჩვენებ. ჩვენი მესამე თვალის იმაში ასრულებს ფუნქციას. და რას თავარია? აქვს აგრეთვე დისკრიმინატ, ანუ დიფერენცირებას ახდენს, თქვათ, რკინას, ოქროს, ფერად მეტალებს შორის და სხვადასხვა ხმას გამოსცემს შესაბამისად თუ რა აღმოჩნდება. ჩვენ ხა მოკლე ვარიანტი ავარჩიეთ, ამას უგრძელდება, ასე ვთქვათ, ფეხი და დაბალი წყალი პალიასტომში მოგეხსენებათ, ასე რომ არ წარმოადგენს საჭიროებას გრძელი ფეხის ტარება. სიკეთდება. აქ სხვა ხმას გამოცემს. სამწუხაროდ სიღრმე არ აქვს დიდი და ამიტომ ცუდი მხედველობა არის. პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ უფრო ღრმა არის, უფრო კარგია, თქვა ჩვენთვის, თავებისათვის. გაგეცინებათ რაც უნდა პალიასტომის დანაო, მაგრამ აქ ძალიან ბევრია მეთევზეების მიერ ჩაყრილი ბადეები, დატოვებული ბადეები და რო არ მოხდეს იმ ბადეებში გამოხლართვა, აუცილებლად დანაო უნდა ვიქონიოთ თან, რომ თავი გამოვითავისუფლოთ. თუ რა თქმა უნდა, ეს კონსოლი კომპიუტერით ჰაერის მაჩვენებელი აუზში რამდენია? ტემპერატურასაც გავზომოთ, საინტერესო რამდენია პალიასტომის ტემპერატურა, ზღვაში ამ დროს არის 21 გრადუსი ტემპერატურა და შევადაროთ პალიასტომის ტემპერატურას. თუ რამეს იპოვი განს? ესე იგი, აი აქეთ მიმართულებით უნდა აქეთ მიმართულებით იარე და აი ამ კუთხიდან მერე გაყევი იქით. ხო, ნახავთ, ამ ხედველობასაც უნდა დავაკვირდე რა. იქაც სიღრმეში შეიძლება უკეთესი ხედველობა სადაც არის, იქით გევიცურო. პალიასტომის ტბის ეს ადგილი, პატარა ყურე, ძალიან მდიდარია არქეოლოგიური თვალსაზრისით და აქ არის აურაცხელი რაოდენობა კერამიკული ჭურჭელის, ამფორების და სხვა ამგვარის. ეთქობა აქ არ ვიცი, ნავსადგომი იყო თუ რა დანიშნულება ქონდა ამ ადგილს, მაგრამ აქ ყველაზე მეტია აი ნაპირთანვე პირდაპირ ჩანს, ხედავთ აი თიხის ნატეხები, რომელზეც უკვე აი მოლუსკებივით არის დასახლებული და აი ხედავთ პირდაპირ შეგიძლიათ აგერ ნახოთ წყალშივე ყრია. აი რამდენია აი თუნდაც ეს დოქის ამფორის ყელის ნაწილია. აქვე რა თეთრი ფერის თიხის ნაწილი. ეს რა თქმა უნდა სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. იმდენად აზარტულია რომ ვერ ფარავთ ახტაცებას ახლა არის სიტყვები არ ყოფნის და მეცაც გეტყვი ჩემი ოპერატორი ისე ჩაითრი ამას არ თავი ახლა წყალში დგას და იქიდან მიღებს თან ნატეხებს აგროვებს ეს ამფორის სახელური ზუსტად მანიპოვა მომეცი კამერა მე გადავიღებ და შენ გააგზელე ძება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ თვითონ პალიასტომის ტბა. საქმე იმაშია, რომ პალიასტომის ტბაში ჯერ კიდევ 70-იან წლებში მიკვლეული იქნა ერთი მონაკვეთი, რომელიც დღეს ნატეხების სახელით არის ცნობილი, სადაც აუარებელი რაოდენობით, ათასობით ამფორების ფრაგმენტები არის აღმოჩენილი. ამფორების სატრანზიტო ტარა გახლავთ, ჭურჭელი გახლავთ, რომელიც გამოიყენებოდა გემებით სითხის გადასატანად. და ეს არის კონცენტრირებული ერთ ადგილას და მოიცავს ძალიან დიდ მონაკვეთს პირველი საუკუნიდან ვიდრე მერვე საუკუნის ჩათვლით და გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლოა იგი უკავშირდებოდეს სწორედ ძველი ფაზისის ქალაქობის პერიოდს, მაგრამ ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესო არის დღევანდელი სანაპირო ზონიდან 15 კილომეტრით მოშორებული არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც სიმაგრე ეწოდება და სადაც წმინდა ურბანული ტიპის იმპორტი არის აღმოჩენილი. ანუ იმ სახის არქეოლოგიური ნაწარმი არის აღმოჩენილი, რომელიც მხოლოდ დიდი ურბანისტული ცენტრებისათვის არის დამახასიათებელი. სამწუხაროდ სიღრმე ძალიან პატარა თქვენ ხედავთ, აი დათო შესულია უკვე ამის ნახევრამდე და წელამდე არის წყალი. საერთოდ პალიასტომის სიღრმე თავად არ იყო ღრმა, ახლობით 5 მეტრი იყო, მაგრამ აი მდინარეების მიერ შემოტანილმა ინერტულმა მასალამ ამ ნატანმა აწიებს ხერი და ეხლა უკვე მაქსიმალური სიღრმე ალბათ 3 მეტრი თუ იქნება. მირაბი ნაპირზეა გამოტანილი. ხედავთ, ამხელა ნატეხია, წყალში შესვლა არც გჭირდება. GPS დავნიშნე ეს ადგილი არც ვედი რა დამერკვია და ეხლა დავარქმე აუცილებლად რომ treasure განძი. თანდათან საგანძურია. მიშა რაღაცა გრანდიოზულს მიაგნო. ეს ამფორის ყელის ნაწილია ალბათ. ანუ ეგ იყო პირით დაბლო, ამოტრიალებული. და ეს არის ერთი დიდი ამფორის ნატეხი, მთლიანად ერთად შეკუჩებული. მოდი აბა გადაიბარე ტექნიკა. ხედავთ, ფაქტობრივად ერთი დიდი ამფორა არის ეს დამტრეული, სხვა შერეული ნატეხი ეს ერთ ლოკალურ ადგილას მიშა, ჩემო ოპერატორმა მოთხარა და ჯოხის ჩააჭრა ადგილი დანიშნა. შეიძლება ეს ადგილი მთლიანად ამოჭრა წაიღო მუზეუმში. ნაბა, რით გაგვახარებ? კიდევ უნდა ჩავყვითოთ. რა უნდა ჩავყვითოთ? შეხედე, აგერ ნაპირზე დაკაპიცებული შარვალით 2 ტომარა ამოვიღეთ 2 კვადრატულ მეტრზე. ანუ ეს მთელი ტერიტორია რო ეს ამოიღო გაწმინდო კაცმა, ძალიან ბევრი რამეს ვნახავთ. არაფერი არ არის იქეთ. მინუსია იყო. სამეორდოს ხედულობა იყო ძალიან ცუდი. ანუ შემთხვევით სკანერით არის გასავლელი აქაც. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არის ესეთი. ეს მეტალო დეტექტორი. ეს უფრო ზედაპირულს აჩვენებს, როგორც აჩვენა. ყველაზე კარგი იქნება, რომ ეს ძლიერი მეტალოს კეცები რაც ილიას უნივერსიტეტს აქვს. ან სკანერით გემით რო გადაიღო. ეს შეიძლება უკვე იმუშაოს თუ რაღაცა კონკრეტულ ადგილას. გემის რაღაცა ნარჩენები თუ ნახეთ, ან ახალ-ახალი ნარჩენები თუ ნახეთ და რაც არის ზედაპირზე, ქვემოთ უკვე არ აჩვენებს. ეხლა აქ პალიასტომი რატოა საინტერესო? საინტერესო აქ იგივე როგორც ფარავანის ტბაზე არის ეს ნარჩენები, ფრაგმენტები, ახალ-ახალების არის ყორღანები. ეს ამდენ ჩვენ წინა ექსპედიციამაც ეს დაადასტურა და რაღაც ჩვენ ვიპოვეთ რო არის. კარგი, წავეთ ეხლა თუ რა შევჭამეს გოღებმა. ამჯერად გაგვიმართლა და ანტიკური ხანის ამფორებით ხელდამშვენებული ბრუნდებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი ექსპედიციები უახლესი აპარატურის მეშვეობით უფრო მეტ საიდუმლოს ახდის ფარდას.